კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გოაზე. მე მგონი აი ამაზე კარგ კადრს დასაწყებად ვერ ნახავდი. აი ნახეთ ჩემს უკან. ჩემს უკან არის ინდოეთის ოკეანე. წყალი არის აი ძალიან თბილი. ნუ ყოველ შემთხვევაში ეხლა რაც ნაპირში შევედი. გუშინ რო ჩამოვედი, სასტუმროებს ვეძებდი. მეორე თუ მესამე სასტუმრო უკვე მომეწონა. 1300 რუპიად ვიქირავე. ორი ღამით ამაქვს ჯერჯერობით ნაქირავები. და რავი, ძალიან კარგ ფასში ვიქირავე რა. ნუ ყოველ შემთხვევაში ეგეთი სასტუმრო ჯერ მე ინდოეთში არ მიქირავებია ეგეთ ფასზე. ატმოსფერო არის აი დაახლოებით რომ ინახავს. ახლა მე არა ვარ ნამყოფი აი ფილმებში რომ ინახავს, ან ვიდეოებში რომ ინახავს. რაღაც აი სამხრეთ ამერიკულია ესეთი. ძალიან კარგი გარემოა რა, დიდი პლაჟია, სულქვიშიანი. სითბო, ყველგან დასაჯდომები, შეზლონგები. სისუფთავია რაც თავარია, აი არ ყრია, არც ნაგავი ყრია ძირს არაფერი. აი ესე სუფთად გამოიყურება ჩვენი პლაჟი. აი წყალი არის აი ძალიან თბილი, აი უთბილესია. აი ესე რაც ჩანს ახლა ბოლომდე, აი მთამდე. კონკრეტულად ეს გრძელი პლაჟია რა. აი იქ ბევრი ნავებია სათევზაო, აი თუ ხედავთ. ზოგი სათევზაოა, ზოგი ტურისტებისთვის არის. ძირითადად არიან ადგილობრივი დამსვენებლები, ნუ ძირითადად. აი ხა ძალიან მინდა აი აქ იყვნენ თამოდა ბავშვები რა, აი ბავშვებისთვის იქნებოდა 64. ეხლა მენანება აქ მე რო დავდივარ და ბავშვები რო არ არიან. წავედით, ეხლა დაგათვალიერებინებთ ყველაფერს. ხო, დღეს კიდე რა გეგმაც მაქვს რა. დღეს მინდა მოვიწესრიგო წვერი და თმა, თორე 10 დღეა უკვე. თმა არ შემიჭრია და წვერიც არ მომიწესრიგებია. ნამდვილ მაწანწალას მე მსგავსები უკვე ვატყობ. აი ნახეთ ვინ ისვენებს ჩემთან ერთად აქ. ესეთი ძროხები პირველად ნახე, ეს რაღაც კუზი აქვს თუ ხედავთ. აი. ეს თავისთვის წვანან. ირუჯებია. ისვენებენ რა. აი ესეთი სუფთა და შედარებით სუფთა და მოწესრიგებულია ჩვენი ბაგა ბიჩი. აი ახლა ალაგებენ და აწესრიგებენ ბუნგალოებს. როგორც ჩანს ჯერჯერობით ადრეა. ბუნგალოებისთვის. იმიტომ რომ დილა არა, ახლა 10 საათი არ არის ჯერ. ეს უკვე მეთევზეების ნავსადგურს მოვადიქე, რაღაც პატარა ნავსადგურებით არის და სულ მეთევზეების ნავებია. აი ესეთი თევზია. მაკრონიო ესე ქვიაო. აი მას ახლა დაარიგებენ რესტორნებში. საღამოს იქნებ ჩვენ შეგვხვდეს ერთი ცალი. მოკლედ აი ესეთი პატარა ვილები ქირავდება აქ. როგორც ნახე და ძირითადად არიან ბრიტანელი ტურისტები. პენსიაზე მყოფი ტურისტები რა ძირითადად. მაგრამ ესეთი წყნარი რესტორნები, პატარ-პატარა ვილები. ესეთი რაღაც კოლონია, თავიანთი დაცვა ყავთ. იმედი ახლა არ შემიშლია ხელს გადაღებაში. აი ესე მიდის მშენებლობა ახალი სასტუმროების. რა თქმა უნდა, აი შეხედეთ, აი ჩაოლებრად ყოველგვარი დაცვის გარეშე ბიჭების სიმაღლეზე მუშაობ. არანაირი ჩაფხუტები, არანაირი დაბმა. ეს არის უკვე თავარი ქუჩა რა. არა ის ტურისტული ქუჩა, თავარი ტურისტული ქუჩა, რომელიც ტიტოს ქუჩის სახელით არის ცნობილი. ამედ ეს არის ჩაოლებრივი ბაგას ცენტრალური ქუჩა. ამერე უკვე აქედან შედის პატარ-პატარა ჩიხები, ქუჩები, რავი, ამის გარშემოა ძირითადად სასტუმროები, რესტორნები. ტურისტულიც გამოდის რა, მთავარი არტერია ქალაქის ეს არის ახლა. აი ესეთი ბევრი ტაილანდური სპა მასაჟის სალონებია. ვერ გეტყვით ახლა რამდენად მასაჟით არიან, მაინც და მაინც სოყოლა დაკავებული, მაგრამ ნუ ბევრია. ბევრი ტატუ სალონია ძალიან რა. და სულ გეპატიჟებიან, შემოდი პატარა ტატუს გაგიკეთებთ რაღაცა. ძალიან ბევრია. ნუ ერთი 10-15 მაინც შემხდარას დავდივარ ახლა. აი ესეთი სასტუმროებია უკვე შედარებით ძვირები. აქ დაახლოებით იწყება 70 ალბათ $100-დან როგორც მახსოვს ფასი. აი ეს ადგილს მოვაგენი, სადაც შემიძლია თმა და წვერი მოვიწესრიგო და ნახოთ ახლა რას მეტყვიან ფასს. წვერი და თმა მოვიწესრიგე და იმიტომ რომ გარეთ 35 გრადუსი სიცხე იყო, სასტუმროში დავბრუნდი. ოთახში მივდიოდი, როდესაც ჩემს სასტუმროში მომუშავე ბიჭი შემხვდა, რომელიც მინდა თქვენს გაგაცნოთ. გამარჯობა, მე ვარ სუმან როი ჩრდილოეთ ასამიდან და აქ მუშაობ ბოლო 5 წელია. ვარ 28 წლის და ასამში მყავს ოჯახი. დედა, მამა, ცოლი და ერთი ქალიშვილი. როგორ ფიქრობ 10 წლის შემდეგ სად იქნები და რას გააკეთებ?
ფულს მოვაგროვებ და საკუთარ ბიზნესს დავიწყებ. ცხოვრებას ადაპირებ შენ ოჯახთან ერთად, ასამში თუ გოაზე. ჩვენ ინდუელები ვფიქრობთ, რომ სადაც დავიბადეთ, იქ უნდა ვიცხოვროთ. მოკლედ აი ჩემი სასტუმროს შემოსასვლელში არის ესეთი ბოთლები წითელი სითხით. ალბათ თუ მიხვდებით რისთვის არის ეს საჭირო. რამდენიმე წამი გაქვთ. ესე აწყვია. ეს ყოფილა ძაღლებისთვის. ძაღლებს ეშინიათ, ესე ამიხსნა მე პატრონემ ამ წითელი ფერის და არ მოდიან მოსაშარდად. ანუ ამას რო ხედავენ, აღარ შარდავენ. ეგეთი რამე თუ იყო, არ ვიცოდი. ან შეიძლება მეღადავება. ცოტა ხნით დავისვენე და საღამოს ისევ ბაგას ქუჩებში გამოვედი. მოკლედ აი საღამოს ესე ყველა გარეთ არის გამოსული. მაგრამ ძირითადად არიან სულ ადგილობრივები. ეხლა მინდა წასვლა ეგეთი ადგილი აქვს, ქვია ტიტოს ლაინი, ტიტოს ასე ვთქვათ ქუჩა, ტიტოს ხაზი და ეგ არისო ყველაზე ცნობილი ადგილი აქ. ჰაი. ორი ქუჩაა რა, ტიტოს ლაინი და ტიტოს ლაინ 2. ორივე ვნახოთ, მანდარიო, ყველაფერიო, ღამის კლუბებიო, რესტორნები და ასე შემდეგ. მაგრამ მანამდე ესე მინდა ჩავიდე ახლა, ვნახო რა ხდება პლაჟზე საღამოს. აი ესეთი ამბავია პლაჟზე. მაგრამ უმეტესობა რა არის აი ესე ზის ზღვის ნაპირთან და იქ შავი ზიან, ზოგი ჭამს, ზოგი სვამს და ასე შემდეგ. ძირითადად ოჯახები არიან რა მაინც. აი ესეთი ღამის კლუბები ვით, რესტორნები ვით, რაც წინ არის რა. აი ესეთი ძირითადად მაინც цаრიელია. ჯერ ადრეც არის რა, ეხა დაღამდა 7 საათი იქნება დაახლოებით. აი აქეთ ესეთი ამბავი. წავა ეხა გავუყვეთ ესე და გაჩვენებთ რამდენიმეს. ბუნგალოების უმეტესობა цаრიელი იყო და ისეთი ხმამაღალი მუსიკა იყო ჩართული, რომ საკუთარი ფიქრის ხმაც კი არ მესმოდა. ამიტომ გადავწყვიტე სადმე შედარებით სიწყნარეში გადავსულიყავი. ერთ-ერთ ჩიხში შევედი, რომ თავარ ქუჩაზე მოხვედრილიყავი და უცებ ეს აღმოვაჩინე. ნახეთ უბრალოდ რას მოვაგენი აქ გოას. აი ამას კი არ ველოდი. წამოშევიდეთ აბა ნახოთ შიგნი რა ხდება. აი ნახეთ რა ვნახე. აჭარული ხაჭაპური და იმერული ხაჭაპური. ნუ იმერიან ესე უწერია. თუმცა უწერია რომ ქართული კერძია. სომხური რესტორანია, მფლობელი არის სომეხი. მოკლედ ერთი აჭარული ხაჭაპური ავიღე და ეხა გავსინჯავ თქვენთან ერთად, ნახოთ როგორია. თან სიმართლე გითხრათ მომენატრა ქართული საჭმელი. იმედია ქართული გემოვა. ეჭვება, მაგრამ ნუ მაინც ცადოთ ყოველ შემთხვევაში. აი ჩემი აჭარული ხაჭაპური როგორია. აბა გავსინჯეთ. ვეღარ ვითმენ ეხა ისე მინდა გასცემ. გემრიელი რა. ალ მე მაგ დაამონატრებული რა კერძები. მაგრამ მარტა გემრიელია. მადლობა მე პატრონეს რომ ესეთი გემრიელი ხაჭაპურის გასინჯის საშუალება მომცა აქ შუა გოაზე რა. ზალმაგარია. მოკლედ კარგი იყო ხაჭაპური, მაგრამ ცოტა ბევრი მომივიდა, ცოტა მძიმე იყო, თუმცა გემრიელი იყო რა. კარგი ესე შორს რო შეგიძლია, რამე ისეთი ჭამო, რაც შენია. ძალიან გამეხარდა, რა ცოტა ხანი საქართველოში ვიყავი. მოკლედ წავედით ახლა ამ ტიტოს ქუჩაზე, ვნახოთ ერთი რა ხდება ტიტოს ქუჩაზე. აი ეს არის ცნობილი ტიტოს ხაზი, ტიტოს ლაინი, ტიტოს ქუჩა, რავი როგორც ქვია. ნახოთ აბა ერთი რა ხდება. ძირითადად ჯერჯერობით მაღაზიებია და ტურისტული კომპანიები. ნახოთ აბა რა იქნება, თუ იქნება რამე საინტერესო ბარი ან რამე. გავჩერდები და დავისდები ცოტა ხანი. გავსახე ეს ხალხი მასაჟის მოყვარულს. რავი მეჭობა. მოკლედ აქაც არაფერი არ ხდება ისეთი საინტერესო ამ ყველაზე ცნობილ ქუჩაზე ასე ვთქვათ. ბაგაბიჩის არის რაღაც ბარები, მაგრამ რაღაც ისეთია რა, ფეიქ ბარებს გავს. цаრიელი არავინ შიგნით. მამაღალი მუსიკა. აქ უკვე იგრძნობა ინდოეთს. Vlogging. Hello. What's up? ადგილობრივები ერთად. ესენი ნახეთ რა, დააყენეს გოგოები გარეთ. წეკვავენ, კაცი შვილი შიგნით არ არის.
ერთეჩი. ეხლა გავარკვიე და ეს ტიტო ყოფილა დაახლოებით 50-60 წლის უკან პირველი, რომელმაც დაიწყო აქ ტურიზმის განვითარება. ამიტომაც მთავარი ქუჩა მიძღვნილია ტიტოს. თუმცა, როგორც გითხარით, ტიტოს ქუჩაზე არაფერიც არ ხდება. ნუ ხდება ის, რომ არის, რავი, ჩვეულებრივი ბარები, რომელშიც არავინ არ არის. და ხო იცით, როგორ საშინად გამოიყურება ბარი, სადაც ადამიანები არ არიან. ყოველ შემთხვევაში მე არ მომწონს ეგეთ ბარებში შესვლა. მოკლედ წავედით, გავისეინოთ, ეხლა და ვნახოთ, დავათვალიეროთ აბა სხვა ქუჩებიც, იქნებ რომ ეს საინტერესოს გადავაწყდით. თუმცა საინტერესო ვერაფერი ვნახე და იქვე პატარა წყნარბარში დავჯექი, სადაც ადამიანებიც იყვნენ. ცოტა ლუდი დავლიე და შემდეგ სასტუმროში წავედი დასასვენებლად, რომ მეორე დღეს ენერგიულად ყოფილიყავ. მოკლედ წავედით, ხალხო, დღეს მინდა გაჩვენოთ ჩვეულებრივი ბაგა რა, არა ტურისტული. ბაზარი, მარკეტები, თავი სუპერმარკეტები, მაღაზიები, სადმე ვჭამოთ რამე ინდური. და ეს ერთი ჩვეულებრივი დღე გაჩვენოთ ბაგაში რა ხდება რა. პირველი გზაზე ალკოჰოლის მაღაზია შემოხვდა. აი იქ იყიდებ, ახლა ნახეთ, აი დაწყებული იაგერმაისტერით, ვისკები, 60 რუპიიდან იწყება დაახლოებით ლუდი. აი ეს blue label here. It's around $200, right? აღმოჩნდა, რომ ადგილობრივები ძირითადად რომს ყიდულობენ, რომელიც დაახლოებით 25 ლარი ღირს ერთი ბოთლი. Can you show me? აი ღვინოებიც ყოფა ეგ. 600-700, რავი 900 რუპიაო ესე ვერს. ღვინოები, ეს რაღაც იტალიური ღვინოს გოს, სატელი წებს შტოს იტალიურად. Thank you so much, man. აი ესეთი ამბებია მოკლედ ჩვენთან ალკოჰოლის მაღაზიებში. ოღონდ ეს სპეციალური მაღაზიებია, სადაც იყიდება ალკოჰოლი. სხვა ქალაქებში რაც ვნახე, იქ საერთოდ ძალიან იშვიათი იყო ეგეთი მაღაზიები. ნუ აქ ყველაფერი ნაბიჯზე ყველგან შეგიძლიათ იყიდოთ. სიგარეტსაც შეეხება რა. წეველები ვინც ხართ, საკმაოდ ძვირი აქვს სიგარეტი, აი ესე $4-დან იწყება დაახლოებით ერთი კოლოფი. ამასობაში პატარა ბაზარს მივადექი. ჯერჯერობით ღია არ არის, ელოდებიან, მაგრამ როდესაც ხება ხალხი, რომ ამოვა უკვე ზღვიდან სიგრილეში, მაშინ გააღებს ალბათ სოყოლა თავის დახს. ეიფელის კოშკიც კი არის აქ რა. ეს ინსტრუმენტი კი მედიტაციისთვის გამოიყენება. It's the instrument? Yeah, this is calling chakra ball for like instrument. You can make the beautiful music. This is for meditation. For meditation? Yeah, that's for music and this is for meditation. You can play like this. You can put your palm. Then you can find the sounds and also vibrations. See. ახეთ როგორი ლამაზი ადგილია. სამწუხაროდ დაკეტილია ალბათ ან სასტუმროს ეკუთვნის, ან რავი ვინმეს ეკუთვნის კერძო პიროვნებას. აი აქ ესეთი ჭიშკარია, ბოქლო მიადებს. აი აქეთაც ეს ღია, ოღონდ ეს უკვე სასტუმროს ეკუთვნის. პატარა კოტეჯებია, შიგნით როგორც ჩანს აქედან. მაგრამ აი ესე გამოცდებით ზუსტად 10 მეტრი ამ ლამაზი კოტეჯებიდან. და აი იწყება ნახეთ უბრალოდ აქ რა ხდება. ზუსტად 10 მეტრში ვარ ახლა იმ ლამაზი 64-ისებრი ადგილებიდან. და ყვავებიც კი ზიან. ახლა ეს ჩოლობურ ნაგავსაყრელია რა, ეს სამშენებლო ნივთები. აი იქით ნახეთ რა ხდება. აი პატარა ტაძარია, აი თუ უყურებთ ჩანს. და იქ გარშემო რაღაც ბაზრობასავით იყო ალბათ და ეს დატოვეს მე. ამასობაში მომშვიდა და იქვე ინდურ რესტორანში შევედი. My name is Francis Cardozo. ეს ფრენსის კარდოზოა. მისი წინაპარი გოაზე ჩამოვიდა პორტუგალიიდან, როდესაც გოა პორტუგალიის კოლონია იყო. დღეს კი ფრენსისი ამ რესტორნის მფლობელია. First it was a shop. თავიდან ეს იყო სურსათის მაღაზია. შემდეგ სტრაფიკოების ობიექტი და ბოლოს კი რესტორნად გადავაკეთე. Changed it into fast food and then after fast food I changed it into restaurant. ფრენსისმა ადგილობრივი კერძი მირჩია, რომელიც იქვე გავსინჯე. მოკლედ აი ამ კერძზე მითხრეს, რომ ალოჯერა ქვია, კარტოფილია და ესეც არის ჩვენი ტრადიციული ინდური პური. ესეთი რაღაც იოგურტივით ამაყ კიდე.
აი ამაზე მითხრეს, რომ ემოს უკვეთავენენ როგორც რო შემოდიან ჩვენი ინდოელები რა. ეს უყურთო ყველაზე ძალიან და ხო დაბა რა არის. აი ხელით ჭამოთ ეს პირდაპირ. ქართული ინდურად. ბევრი კინძი აქვს. აი ჩვენ რო წავთ ხოლმე რა, გაზაფხულზე ახალი კარტოფილი როა ხოლმე. ოღონ ამას აქვს ბევრი კინძი და რაღაც სანელებლები აქვს, რა ზუსტად ვერ ხვდები ახლა რა. რო გითხრათ ახლა მეორედ ამ კინძს შევკვეთავდი, არა მოვიტყვი. ნუ მოკლედ რა გითხრათ რა, რავი. მე არ მომეწონა. ახლა იქ კიდე იმდან ვერ შევიმჩნიე. მაგრამ ნუ შეჭმით, შეჭამ რა. ჭამის შემდეგ ცოტა ხანს კიდევ ვისეირნე და მე პლაჟზე ჩავედი დასასვენებლად, სადაც პირველად ინდუეთში ყოფნის 3 კვირის მანძილზე წავაწყდი ქურდობის ფაქტს. გავიგე ევროპელმა ტურისტმა ტელეფონი დაკარგაო და მთელი პლაჟი ამ ტელეფონს დაეძებდა. თუმცა ტელეფონი მალევე დაივიწყეს და ნამდვილი გართობა დაიწყო. გადავწყვიტე კიდევ ერთხელ გამიარა ღამის ბაგაჟი და თქვენთვის უკომენტაროდ მეჩვენებინა როგორ ერთობიან ადგილობრივები. აი ისეც ხელა რომ 3 კილო ეხა დავაგდე მარტო ამ საღამოს რა მგონი რა. ასე რომ თუ ვინმეს გახდომა გინდათ ჩამოდით გოაზე. ჭამეთ რამდენიც გინდათ, მაინც გახდებით. ტენიანი სიცხეა რა. მოკლედ ესეთი იყო ჩემი ინდოეთში მოგზაურობის ბოლო ვიდეო. თუ მოგეცემათ საშუალება, აუცილებლად წადით ინდოეთში. ამ ქვეყანას შეუძლია ყველა გემოვნების მოგზაური დააკმაყოფილოს. მთელი სამკვირიანი მოგზაურობა დაახლოებით 1500 დოლარამდე დაჯდა, რაც არც ისე ძვირია. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, რომ უყურებთ ჩემს ვიდეოებს და წინ კიდევ ბევრი სამოგზაურო ვიდეო გელოდება.